ტენდერები, ჩაშლილი კონკურენცია და კორუფციული ჯაჭვი. ვინ იგებს ტენდერებს და რატომ იმარჯვებენ ერთი და იგივე კომპანიები? როგორ მოიგო 4 მილიონის ტენდერი 5 თვეში? პარლამენტის ყოფილი წევრის იოსებ მაკრახიძის კომპანია. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთო მხედრიშვილთან ერთად. აქტუალური თემის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციას დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე. პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონო ქეთევან, რას ფიქრობთ, არის თუ არა დღეს საქართველოში კორუფცია? მოგესალმებით. კორუფცია რა თქმა უნდა არის, საერთოდ ბოლო პერიოდში მე უკვე კორუფციის ნიშნებს ვეღარ ვხედავ, ეს უკვე არის ჩვეულებრივი ღია მაფიოზური მმართველობის ნიშნები, იმიტომ რომ კორუფცია მაინც ასე თუ ისე შეფარული პროცესია, როდესაც შეიძლება გამოძიების საგანი გახდეს. მაგრამ ეხლა უკვე ძალიან კაფიო და ძალიან ღიად ჩანს უკვე ყველა მის ნაკლოვანება და მანკიერება, რომელიც შეიძლება ამ მოვლენისთვის იყოს დამახასიათებელი. რაზეც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს არ არის მარტო საქართველოსთვის ნიშანდობლივი მახასიათებელი და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობდა კორუფცია, მაგრამ ჩვენთან უკვე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, იმდენად არის მთელი სისტემა მოშლილი და მორღვეული და თავიდან ბოლომდე კორუფციაზე დაფუძნებული, რომ აქ უკვე მხოლოდ და მხოლოდ რაღაც კონკრეტულ кейსებზე ლაპარაკი ცოტა რთულია. თლიანად არის სისტემა, ეს მთელი იერარქია, რომელიც არის ქართული ოცნების, თავიდან ბოლომდე არის აწყობილი სწორედ კორუფციის ისეთ მახასიათებლებზე, როგორიც არის ნეპოტიზმი, როგორიც არის კრონიზმი, როგორიც არის ეს რაღაც ფულის გათეთრების ნიშნები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ზოგადი პასუხი რომ გაგცეთ, დღეს საქართველოში კორუფცია არის. ქალბატონო ქეთევან, რომელ დონეზე უფრო შეიმჩნევა, ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში? ადგილობრივ ხელისუფლებაში ბევრად უფრო მარტივია. იმიტომ რომ თავისთავად ცხადია, რომ რაც უფრო დაბლა მოდის ჩინოვნიკების ეს რიგი, შეგნებაც და დამოკიდებულებაც შედარებით უფრო დაქვეითებულია. მე მომისმენია მაგალითად ჩინოვნიკების კომენტარი, რომ აბა ვინ დავასაქმოთ, ჩემს სიძეს დავასაქმებ, შენ სიძეს ხო არა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვს საკუთარი უფლება და ვალდებულებებისა და მოვალეობების შესახებ და ამიტომ პრობლემათ ამას არ მიიჩნევენ, მით უმეტეს, როდესაც მათ ყავთ ეგრეთ წოდებული პატრონი და როდესაც ხედავენ, რომ ზემოთ უფრო შედარებით უფრო ზედა ეშელონებში ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. ოღონდ თუ თანხების რაოდენობას და მასშტაბებზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ქვემოთ რა თანხებით ტრიალებს ის ვერ შეედრება იმას, რაც ტრიალებს ზემოთ. რა თქმა უნდა, ზემოთაც არის. აი, პირველი ნიშანი იმისა, რომ კორუფციის ბრალდებით ფაქტობრივად ქვეყანაში ალაგ-ალაგ რაღაც 3000 ლარიანი ქთამის გამო შეიძლება ვიღაცას ხელი მოკიდონ, მაგრამ ძირითადად დამალული ქონებების პირობებში, დაუსაბუთებელი შემოსავლების პირობებში, მილიონებიანი სახლების შემთხვევებში, რაკიღა არც ბრალდებულები ჩანს, არც ანტიკორუფციული მუშაობს. ფაქტობრივად და ეხლა ხან სიცით რომ გამოაქვეყნეს ესეთი მოწოდება მოსახლეობის მიმართ, რომ იქნებ ვინმე დაასმინონ. თუ ვინმეზე რამე ეჭვიებარება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კონკრეტული ადამიანის ჩივილები და პრობლემები და დაპირისპირებები და უსამართლობა და უკანონობა ჩინოვნიკებთან მიმართებით რატომღაც განხილვის ობიექტს არ წარმოადგენს, ხო? ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ პრობლემა მაინც არის ცენტრი. და პრობლემა მაინც არის იერარქიის სათავე, იმიტომ რომ ზემოდან რომ არ იყოს ეს დაშვებული, ქვემოთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ პასუხისგებლობის წინაშე დააყენებდნენ კონკრეტულ ადამიანს, მოსთხოვდნენ პასუხს ჩადენილი საქციელის და კანონის გადაცდომაში ან ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რომელიც 1000 რაღაცა შეიძლება აქ ითქვას, ხო? ასეთი გამძვინვარებული სახე ამ კორუფციას, რა თქმა უნდა, არ იქნება. კიდევ არის ერთი ფაქტორი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენი მოსახლეობა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოდის და საბჭოთა კავშირი მათ მენტალობაში დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, ამას საკმაოდ ლოიალურად უყურებს. მთელი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, რომ
კორუფცია აზიანებს მათ პირად კეთილდღეობას, მათი შვილების მომავალს და მე არ მიყვარს როყიოთ ლაპარაკი კონკრეტიკის გარეშე, აი კონკრეტიკას მაგალითად ეხლავე გეტყვით. როდესაც ჩინოვნიკები იპარავენ და ჯიბეში იდებენ სახელმწიფოს ფულს, ამით დაფინანსება აკლდება ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურებს, როგორიც არის განათლების სამინისტრო, როგორიც არის მერის კეთილმოწყობის სამსახური, საბავშვო ბაღები, სოციალურად დაუცველების დახმარება, შეშემე პირების დახმარება. ანუ რეალურად ეს არის ფული, რომელიც მათია. მათი არა ისე როგორც ბანკში დევს ვიღაცის ფული, არამედ რეალურად მათ კეთილდღეობაზე უნდა აისახებოდეს. ეს ფულია, რომელიც მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეში და ყველაზე ცუდი არის სწორედ ის, რომ მოსახლეობა არ ითხოვს, სოციალური პრობლემებით არ არის დაკავებული და ითხოვს ვიწროდ, კონკრეტულად, კულუარულად ნაცნობებს ეძებენ, ცდილობენ რომ ვიღაცის კაბინეტებამდე შეაღწიონ თავიანთი პატარა თუ დიდი პრობლემებით, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ სამათხოვროთ არ უნდა გქონდეთ საქმე და ყველა სიკეთე რომელიც არის ამ ქვეყანაში მათ ეკუთვნით პირველ რიგში. დიახ. რატომ არის კორუფცია პრობლემა და რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს მან ქვეყანას? საფრთხე ცოტა გლობალურად თუ ვიტყვი თუ მოუტანა, იმიტომ რომ აი სწორედ იმიტომ რომ საკუთარი კერძო ინტერესები გქონდეთ დაცული, საკუთარი ჯიბის ინტერესები გქონდეთ დაცული, ჩვენ ხელისუფლების აი უმაღლესი წარმომადგენლები აკეთებენ წარმოუდგენელ რაღაცას და ის რისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ვიბრძოდით მთელი ქვეყანა 33 წლის განმავლობაში რომ დავდგარიყავით იმ რელსებზე, რომელიც ჩვენ ორგანულად გვეკუთვნის და ჩვენგან განუყოფელია, რომელიც იქნებოდა ჩვენთან მშვიდობის და რეალური მშვიდობის და დამოუკიდებლობის გარანტი, ანუ იგულისხმება ევროპა. ამას მოგვაშორა და არავინ არ იფიქროს რომ ამას მოგვაშორა, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ორიენტაციის ადამიანებისგან უნდა ჩვენი იზოლირება, არა რა თქმა უნდა. ამისგან იზოლირება საერთოდ საქართველოშივე არის შეუძლებელი, ხო? ეს ადამიანის კერძო და პირადი ცხოვრება. არამედ ეს ძირითადად გაკეთდა სწორედ იმიტომ, რომ მათ გადაირჩინონ საკუთარი თავი, გადაირჩინონ საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი ჯიბე, საკუთარი შვილების მომავალი, რომლებსაც სხვათა შორის განათლების მისაღებად დასავლეთში რომ ვერ გაუშვებენ, ყველაზე მეტად ეს აწუხებდა არა ის, რომ მაგალითად სხვა ადამიანების შვილები შეიძლება სკოლაშიც ვერ დადიოდნენ და შეიძლება ფეხსაცმელი არ ქონდეთ იმისათვის, თუნდაც რომ სკოლაში წავიდნენ და მე ვიცი რომ რეგიონებში განსაკუთრებით ბევრია ასეთი ადამიანი. დიახ. რა ფორმებს იღებს კორუფცია საქართველოში და როგორი სახე აქვს ყველაზე მეტად თქვენი აზრით? სხვადასხვა კატეგორიის, ეს შეიძლება იყოს ნეპოტიზმი, როდესაც ადამიანები რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის რგოლი, ცდილობენ დაასაქმონ თავიანთი ნაცნობები, ახლობლები, საიმედო ადამიანები, რომლებიც საიდუმლოს შეინახავენ, რომლებიც იქნებიან გარანტორები იმისა, რომ მათი ანუ ზედა ეშელონებში იქნება დაცული ადამიანების კეთილდღეობა და ამავე დროს იქნებიან გარკვეული ფინანსური წარმატების მომპოვებლებიც. აი ესეთი ამ ფორმით შეგვიძლია რომ დავიწყოთ ზოგადად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა სექტორებს თუ ჩავყვებით, ეს არის თავისთავად ცხადია ყველაზე მსხვილი სექტორი რაც შეიძლება იყოს ტენდერები, თავისთავად ცხადია. ტენდერებიდან წაღებული ფული იქნება თუ აღებული ატკატები ეგრეთ წოდებული, თუ იგივე ჩვეულებრივად სახელმწიფო უწყებებში რაღაცა შავი ხვრელები, კანონებში შავი ხვრელები, რომელიც ასევე არის განმაპირობებელი იმის, რომ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ რაც უნდათ ის საკეთონ ისე რომ კანონი მათ პასუხს არ გასცემს, მაგალითად მე გაგახსენებთ ერთ შემთხვევას ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მეუღლისთვის იჯარით მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით. საქმე ის არის რომ პროკურატურა საქმეს ვერც აღძრავს, იმიტომ რომ კანონში არ არის შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ტიპის ოპერაციას შეზღუდავდა ან თქვათ რაღაცა პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებდა ნებისმიერ ჩინოვნიკს. ანუ კანონებშიც არის გარკვეული ხვრელები, რომლებიც ამ ადამიანებს იცავენ პასუხისმგებლობის წინაშე დგომისაგან. დიახ, ქალბატონო ქეთევან, თქვენ ნეპოტიზმი ახსენეთ. არის თუ არა დღეს საქართველოში ნეპოტიზმი და სად ვლინდება უფრო სახელმწიფო სამსახურებში თუ კერძო სექტორში? ყველგან ვლინდება. ნახეთ, ნეპოტიზმი, ამას კონკრეტული განმარტება აქვს კანონის მიხედვით. მოდით ვთქვათ კრონიზმი, როდესაც ნაცნობების და ახლობლების დასაქმება ხდება, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც კრონიზმი საერთაშორისო ტერმინოლოგიით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძირითადად სწორედ
შინაურ წრეში ნაცნობთა შორის ეძებენ ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც ემეტებათ რაღაცა თანამდებობები, ამა თუ იმ რგოლის ხელმძღვანელებს, იმიტომ რომ მათ საერთოდ არ აქვთ განცდა, მე როგორც შემიმჩნევია, რომ ან კონკურსის ჩატარებას აქვს რაიმე აზრი, რომლითაც ადამიანის პირადი უნარები, ჩვევები და განათლება გამოვლინდება და ბევრი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ადამიანები თანამდებობებზე ინიშნებიან სწორედ პირადი სიმპათიების ნიშნით. ხო ჩვენ პრეზიდენტი ყავს ისეთი, რომელსაც სათანადო კვალიფიკაციაც კი არ აქვს იმისათვის, რომ ეს მოვალეობა შეასრულოს და ელემენტარულად ცარიელი ფარატინა ქაღალდი რო ქონდეს, თუნდაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ადამიანის პირადი გემოვნების მიხედვით იყო შერჩეული. ხა სხვა მაგალითი მე მგონი ამასთან მიმართებით უკვე ზედმეტი იქნება რომ მოვიყვანო. დიახ. თქვენი აზრით რა როლი აქვს პროკურატურას ან ანტიკორუფციულ სამსახურს ამ პროცესში? იცით პროკურატურა რომ მუშაობდეს ისე როგორც თავმოყარე უწყებას შეეფერება ან ანტიკორუფციული რო ასრულებდეს თავის პირდაპირ მოვალეობას, რაშიც ხელფასს იღებს, თავისთავად ცხადია, რომ სიტუაცია ბევრად უკეთესი იქნებოდა. რაკიღა ეს არ ხდება, თავისთავად ვხედავთ, რომ უშუალო როლი აქვს. მისი როლი არის მიყურისძირება, შერჩევითი სამართალი, მისი როლი არის ასევე უგულისხმურო დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, იმიტომ რომ მათ საერთოდ არ მიაჩნიათ, რომ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. უსამართლობა ამ ქვეყანაში ბევრად გასცდა მხოლოდ კორუფციის, ნეპოტიზმის, კრონიზმის და აი რაღაცა ასეთი ტიპის ეკონომიკური თემების შემოსაზღვრულ აქტივებს, ხო? ანუ ბევრად უფრო შორს არის წასული და აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში თუ დააკვირდებით, ამ საკითხის მიმართ ყურადღება შედარებით მოდუნდა, იმიტომ რომ ყველა მივეჩვიეთ ამას, რომ ქვეყანაში არის კორუფცია, რაღაცა მოლოდინის ჰორიზონტი გაგვიჩნდა ამასთან დაკავშირებით და თითქოს ეს რაღაცა ნორმალურად ითვლება. იმ მოსახლეობასაც ნაკლებად აწუხებს ეს. და კიდევ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ გაცნობიერებული, რომ კორუფცია არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს და რომელიც არის წყარო იმ ყველაფრის, რომელიც მე ამას მოყვა და რომელიც მე ქვეყანაში მოხდა. იმიტომ რომ მწერის ინსტინქტებიანი ადამიანები, როდესაც აღმოჩნდებიან ხოლმე ხელისუფლების სათავეში, ამა თუ იმ რგოლის სათავეში, მათ მხოლოდ საკუთარი ოჯახის, საკუთარი ბუდის გამოყვება აინტერესებს, მე ამას მოყვება რა თქმა უნდა უკვე ფუფუნება და თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი, ანუ ყველაფერი ის, რაც მათი პირადი კერძო ან ბინის ან ეზოს ტერიტორიის მიღმაა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ისინი ფიქრობენ, რომ სამშობლო ეს არის ქაღალდზე დაწერილი ცნება, რომელიც შეიძლება მარტო სადღეგრძელოში მოიხსენიო. აი ასეთი კატეგორიის ადამიანები სწორედ ამ ტიპის მოქალაქეებს განეკუთვნებიან. ჩემი და არა მარტო ჩემი შეხედულებით. ამიტომ თუ არ იქნება უფრო მეტი მოთხოვნა, თუ არ იქნება უფრო მეტი კონტროლი, თუ არ იქნება უფრო მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი მოვალეობის მიმართ და თუ მხოლოდ დაკვეთებზე იმუშავებენ ეს ორგანოები, აქ სასიკეთოდ არაფერი არ შეიცვლება და ალბათ არ შეიცვლება კაი ხნის განმავლობაში, სანამ კონკრეტული აი ეს ჯგუფი, ეს გუნდი ადამიანების იქნება ხელისუფლების სათავეში. რომ მათ გონიათ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და რომ ლამის ბრიტანეთს გადაუსწარით ჩვენი წარმატებით. დიახ. ქალბატონო ქეთევან, ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამს, რომ ქვეყანაში აღმოიფხვრას კორუფცია? არაფერს რა თქმა უნდა, არანაირს. ყველაფერი არის ქაღალდზე დაწერილი, ეს არის ფიქცია, იგივე ანტიკორუფციული შექმნა, რა თქმა უნდა არანაირ ნაბიჯს არ დგავს, იმიტომ რომ მე არ მახსენდება არც ერთი მნიშვნელოვანი დიდი საქმე, რაზეც გაუკეთებია მითითება ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, იქნება ეს ჟურნალისტური გამოძიება, აი რაც გინდა ყოფილიყო, რომელსაც რეაგირება მოხოლოდეს, ან საქმე აღძრულიყოს, ან მოკვლევა დაწყებული იყოს, მე ასეთი მაგალითად არ მახსენდება. ხელისუფლების წევრებს შორის თუ არის კორუფცია? თქვენ რას გამოყოფდით უშუალოდ? ხელისუფლების წევრებს შორის, იცით, ჩვენ ხშირად ვსვავთ ხოლმე კითხვას, მაგალითად, საიდან გაჩნდა მათ დეკლარაციაში ესა თუ ის ქონება. რამდენად ადეკვატურად არის შეფასებული ეს ქონება, თანხა რომელიც არის დაფიქსირებული, რამდენად შეესაბამება. რამდენად შეესაბამება ღირებულება ამ ქონების შემოსავალს, რომელიც აქვს ამა თუ იმ პირს. რამდენად სწორად არის ასახული დეკლარაციაში ამ ადამიანების ქონება.
ხომ არ ხდება ისე შემთხვევით, რომ ისინი რომელიმე თავიანთ ახლობელზე, ნაცნობზე სრულიად შეუსაბამოა, რომ ამ ხელა შემოსავალი კონდეს, ან ამ ხელა ქონების შეძენის საშუალება კონდეს, რომ მასზე კონდეს გადაფორმებული. ანუ კითხვები არის ბევრი, მაგრამ ისევ და ისევ პასუხები არ გვაქვს. მithundes თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონი გარკვეულწილად ხელს უწყობს აი ამ კორუფციული кейსების წარმოშობას, კითხვის ნიშნების წარმოშობას, ყოველ შემთხვევაში და მაღალი კორუფციული რისკების არსებობის თვალსაჩინო სურათებს, ამის მიუხედავად არანაირი რეაგირება ისევ და ისევ არ არის. და თავისთავად ცხადია, ნახეთ, როდესაც ხელისუფლება არ იძიებს კორუფციულ ფაქტებს, თვითონ არის კორუფციის სათავე. აი ეს ძალიან მარტივი მიზეზშედეგობრივი კავშირია აი ამ ორ საკითხს შორის. ვლინდება თუ არა კორუფცია მათ დეკლარაციებში, ქონებრივ დეკლარაციებში? კორუფციული რისკი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს უფრო შესაბამისი სიტყვა, იმიტომ რომ კორუფცია ჩემი აზრით საერთოდ სამშობლოს ღალატს უნდა უტოლდებოდეს და ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელსაც ჭირდება სერიოზული გამოძიება, მაგრამ რაკიღა არსებობს შეკითხვები, რომელსაც სვავენ მკვლევარები, ვართ ასეთი ადამიანები საბედნიეროდ ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში, პასუხები უნდა იყოს აუცილებლად მიღებული, იმიტომ რომ ჩვენ ამას ჩვენი სიამოვნებისთვის არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვი, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ნებისმიერმა და ყველამ, ვისაც არ აღმოაჩნდება პატრონი, ვისაც არ აღმოაჩნდება მეურვე, რომ ყოველგვარი კონკურსის გარეშე რამე თანამდებობა დაიკავოს, ან მაგალითად საჯარო უწყებაში დაიწყოს მუშაობა, ზუსტად ისევე უნდა მიიღოს ამ ქვეყნის სიკეთე, როგორც ისეთმა ადამიანმა, რომელმაც შეიძლება შუბლის ძარღვი გაიწვიტა და ყველაფერი იკადრა იმისათვის, რომ იქ აღმოჩენილიყო, სადაც არც მისი განათლება, არც მისი უნარების შესაძლებლობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ რა თქმა უნდა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისათვის, თუმცა კიდევ ამბობ, მე ვერ ვხედავ, რომ რაიმე ნაბიჯი იყოს ამისთვის გადადგმული. საერთოდაც ეს საკითხი უკვე მეორე პლანზეა, მეათე პლანზეა გადასული, იმიტომ რომ წინ ძირითადად არის ეს პოლიტიკური დაპირისპირებები, რა თქმა უნდა ქვეყნის ორიენტაციის საკითხი და ამ ყველაფრის მიღმა რა ხდება, უკვე არავის აღარ ცალია ფაქტობრივად უკვე დეკლარაციების კეთვისთვის, იმიტომ რომ რაც არ უნდა ნახოთ, ისედაც ვიცით რა შეიძლება დამოხდეს. დიახ. ქალბატონო ქეთევან, ხომ არ შეიძლება რომ რუსული მოდელი განხორციელდეს საქართველოშიც და რუსული მოდელი მივიღოთ აქაც? იცით, რუსული მოდელი ვერ განხორციელდება საქართველოში ორი მიზეზით. ერთი მიზეზი ეს უფრო ჩემს სურვილს უკავშირდება, მეორე ფაქტს, იმიტომ რომ მასშტაბები ჩვენ ქვეყნებს შორის არის ძალიან განსხვავებული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ 3 მილიონიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკასაც ფაქტობრივად მართავენ ემიგრანტები, ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან არიან წასულები. და ისინი ამ შემოსავალს იღებენ ევროპიდან. ანუ ფაქტობრივად ჩვენთან შემოდის ევროპის ფული. ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ, საერთოდ. ჩვენ კარგად ვიცით ძალიან, რომ ძირითადად ამ ქვეყანაში მდიდრდებიან ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ფულს, ან მაგალითად რაღაც ისეთი ტიპის ბიზნესი აქვს, რომ ყიდიან რაღაცას ყიდიან და რასაც ყიდიან, იმასაც ამზადებენ არა საქართველოში დამზადებული პროდუქციით. ხვდებით ხო რას გულისხმობ? ჩვენ არაფერი არ გვაქვს. ანუ რაღაცა უნდა შემოიტანო, რაღაცა უნდა შექმნა და გავიდო. აი ეს და ასევე დასავლეთიდან შემოსული ფული, რომელიც ტრიალებს, რომელიც რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. საერთოდ ყველანაირ პოლიტიკას განსაზღვრავს ფულის ბრუნვა და ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი, არაფერი არ გვაქვს იმისათვის, რომ ერთი ტურიზმი გქონდა განვითარებული და იმასაც უკვე ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ ყველა, რომ წყალი აქვს შემდგარი, უკვე ძალიან სერიოზულად და ადამიანები, რომლებმაც ბანკში საკუთარი ქონება ჩადეს და არის ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მცირე სასტუმროები და შეექმნათ ან რაღაცა მომსახურება, ტურისტების მომსახურების რაღაც სერვისი გაეკეთებინათ, ესეც ყველაფერი წყალში ჩაიყარა და ეს ადამიანებიც ხელმოცარულები დარჩნენ საბოლოო ჯამში და თან უზარმაზარი ვალებით. ანუ ესეც კი აღარ გვაქვს, ხო? ამიტომ რუსეთის მოდელი აქ ვერ განხორციელდება, ამისაც ფულია საჭირო. ნებისმიერი ტიპის დიქტატურა ყოველთვის თავის ძალას აფუძნებდა ხოლმე ფულს, რომელიც მას ჰქონდა. ჩვენ ეს არ გვაქვს.
ამიტომ ეს მხოლოდ ფიქცია, რომელსაც მოსახლეობას აჩვენებენ და ატყუებენ, რომ ეს შესაძლებელია. მეორე, რომელიც ასევე ჩემს სურვილს და უკავშირდება აბსოლუტურად ობიექტურ ანალიზს, ეს ვერ გახორციელდება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ევროპა მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, იმიტომ რომ ჩვენ ხელს არ გავუშვებთ იმ შანსს, რომლის გამოც ათასობით ადამიანია ამ ქვეყანაში. უღირსეულესი ადამიანია დახოცილი და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება დაუბრუნდებით იმ ორბიტაზე, რომელიც ჯერ კიდევ სულხასაბა ორბელიანმა მოხაზა ამ ქვეყნისთვის. ამას წყალი არ გაუვა, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ვიცი მე პირადად ამას მოვესწრები თუ არა, ეს მაინც ოცნების სფეროდან არის ჩვენი ქართველი მოსახლეობის, საქართველოს მოსახლეობის ოცნების სფეროდან და აქედან გამომდინარე დიდი იმედი მაქვს რომ ეს დღეს იქნება თუ ხვალ დადგება. ასე რომ რუსეთის მოდელი აქ შეუძლებელია, ერთია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი და ეს უკვე ფაქტია. არავინ არ თქვას რომ ჩვენ გვიპირებენ რომ რუსეთს მიგვაერთონ, ჩვენ მიერთებული ვართ უკვე რუსეთს. ოღონდ ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ გარე პოლიტიკური გავლენებით, იმ შიშებით, რომელსაც მოსახლეობაში თესავენ და რა თქმა უნდა ეკონომიკურადაც უკვე აისახება გარკვეულწილად, რუსული ბიზნესი უკვე საქართველოშია. რასაც ვულოცავ ამ ქვეყნის გულშემატკივრებს და დიდება უკრაინას. დიახ. ქალბატონო ქეთევან, როგორ შეაფასებდით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს? რამდენად გამჭვირვალეა კორუფციასთან მიმართებით ის? სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვფიქრობ ერთადერთი ორგანოა, რომელიც მუშაობს. იმიტომ რომ მათი კვლევები რომ ნახოთ დღესაც კი მე ვფიქრობ რომ მაქსიმალური მოწოდების სიმაღლეზეა რაც შეიძლება დღევანდელ ვითარებაში იყოს და რომ არა აუდიტის სამსახური ბევრი რაღაც ისედაც არ გვეცოდინებოდა თუმცა მათაც უჭირთ ხოლმე ინფორმაციის მიღება იმიტომ რომ მე ვიცი რომ გარკვეული უწყებები უბრალოდ თავხედურად არ აწვდიან ინფორმაციას ეს ნამდვილად ასე ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება მათ მიმართ და მე ძალიან მომწონს თუმცა მაქვს კიდევ ერთი ეჭვი რომ აუდიტის სამსახურსაც არ უწერია დიდი დღე. მე ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, ალბათ აი ამ ორგანოს გაუქმებაც არ იქნება შორეულ პერსპექტივაში. დიახ. ქალბატონო ქეთი, კორუფცია ტენდერებში რა ფორმით ვლინდება? აი კორუფცია ტენდერებში არის განსაკუთრებით საინტერესო თემა. ნახეთ? ბევრ ნაწილად შეგვიძლია დავუყოთ. პირველი ნაწილი წლების განმავლობაში ბაზარზე დარჩა მხოლოდ რამდენიმე ძლიერი კომპანია. აი, სხვილი კომპანიები რო ავიღოთ, სულ რამდენიმეა და ყველა სახელი და გვარი ვიცით. ეს არის რეალურად ძლიერი კომპანიები, რომლებსაც აქვს საკუთარი ქარხნები. და მათ არაერთხელ თავიანთი გაწეული სამუშაოებით დაამტკიცეს, რომ ძლიერი კომპანიებია. ამიტომ ამ ხრივ ჩვენ მათ ვერ შევედავებით. ჩვენ ვედავებით ვის? ჩვენ ვედავებით იმ უწყებებს, რომლებმაც თავიდან ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მხოლოდ ასეთი ძლიერი კომპანიები დარჩენილიყვნენ ბაზარზე. და არაძლებდნენ შანსს, კონკურენციის შანსს, არაძლებდნენ ახალ კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებდნენ განვითარებას. და სატენდერო დოკუმენტაციაში უდებდნენ ისეთ პირობებს, რომლებიც იყო კაბალური ახალი კომპანიებისთვის. ამან განაპირობა ისა ძლიერი კომპანიებს კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ამან განაპირობა გამარტივებული შესყიდვების რაოდენობაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ერთი გზა, მაგალითად, კარგად გაგიკეთე რომელიმე კომპანიამ და მიიღე და კმაყოფილი დარჩი, მე აღარ თვლი საჭიროდ უკვე ტენდერის ჩატარებას და პირდაპირ აძლევ ხელშეკრულებას იმ კომპანიას, რომელმაც ჩვენ ეს უკვე ერთი რომელიმე ან 10 რომელიმე კარგად გაგიკეთა. ეს არის ერთი პრობლემა. პრობლემა, რომელმაც მოსპო კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია, ხოლო როდესაც ისპობა ჯანსაღი კონკურენცია, ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ სფეროში ახალი მოთამაშეების გამოჩენას უშლი ხელს. რატო არის ეს პრობლემური? პრობლემური არის იმიტომ, რომ აქ ფასისკლება უკვე აღარ ხდება. როდესაც გამარტივებული შესყიდვით მიყავს რომელიმე კომპანია, ან როდესაც რომელიმე ძლიერ კომპანიას წინასწარი გათვლით უკვე უმზადებ სატენდერო დოკუმენტაციას ის შენ გთავაზობს უკვე თავის ფასს და ეს ბიუჯეტს აზარალებს მაშინ როდესაც შეიძლება გაკეთდეს იგივე შედარებით უფრო დაბალ ფასად. მეორე საკითხი, რაც შეეხება დაბალ ფასს.
ესე ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ მე მინახავ ძალიან ბევრი კვლევა, სადაც ამბობენ ხოლმე, რომ აი შედარებით უფრო დაბალი ფასი შესწავლაზე, მაგრამ მას არ გაუფორმეს ხელშეკრულება. დღეს უკვე, აი დღეს 2025 წელს, კონკრეტულად ამ დროს ძალიან სარისკოა ასეთი კომპანიების პირობების მიღება დაბალი ფასის მიუხედავად. მე მქონია უამრავი შემთხვევა, როდესაც დაბალი ფასის შემთხვევაშიც კი კომპანიები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, იმიტომ რომ სურვილი მაქსიმალურად შეძლონ ბაზარზე შესვლა, ხშირად არაადეკვატური ფასის წარდგენის საშუალებას აძლევს მას. მათ მესამე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სატენდერო დოკუმენტაციის ჯანსაღი ექსპერტიზის არანაირი არც უწყება, არც ბიურო, არც სურვილი და საერთოდ არანაირი პოტენციალიც კი შეიძლება ითქვას. ნახეთ, ხანდახან, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება და კომპანია იღებს ტენდერს და იწყებს უკვე მიწისქვეშა სამუშაოებზე მუშაობას. აღმოჩნდება ხოლმე, რომ ქვემოთ რაც არის ქსელები, შეიძლება იყოს ინტერნეტის, შეიძლება იყოს გაზის, არ ვიცი ჩვენ რა ხდება ასფალტის ქვეშ, ხდებით? და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი პრობლემა, იმიტომ რომ აი რა თანხაც დაჯდა, მაგალითად რა თანხაც შეიძლება კომპანიამ მიიღოს ტენდერიდან, შეიძლება ეს თანხაც კი არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გადანაწილდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის გაშავება, ბაზრიდან მოშორება, ამას შეიძლება განაპირობოს განუწყვეტელი სასამართლო დავები კომპანიასა და უწყებას სახელმწიფოს შორის, მოდი ასე ვთქვათ, ხო, პირდაპირ სახელმწიფოსთან არის ეს მიერთებული, იმიტომ სახელმწიფო უწყებები აცხადებენ ასეთი ტიპის ტენდერებს. ამიტომ აქაც სახელმწიფოს პასუხისგებლობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ხელისმოთმობა შეიძლება უბრალოდ ამით. ეხლა მე გეტყვით, როგორ შეიძლება აქ ხელისმოთმობა? რატომ არ ქმნიან ჩემი ვარაუდით აი ასეთი ტიპის ექსპერტიზას? ერთი, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია პირობას ვერ შეასრულებს, ისინი უბრალოდ ადგებიან, შეწყვეტენ ხელშეკრულებას და შემოიყვანენ ბაზარზე უკვე თავიანთ სასურველ კომპანიას გამარტივებული შესყიდვით და გამარტივებული შესყიდვა არ არის ტენდერი და აქ შენ საიდან მოყავს კომპანია, ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს და არც ის არ ფიქსირდება, ის ზედმეტი და გადაჭარბებული თანხა, რომელიც ეძლევა მე ამ კომპანიას, რით არის ახსნილი და განპირობებული. განსხვავებით სატენდერო დოკუმენტაციისაგან, სადაც ყველა ჭანჭეკი არის დათვლილი. აი აქ თავისუფლად შეიძლება რომ იყოს უკვე ფული გაკეხილი. აქ თავისუფლად შეიძლება რომ აი ამ პროცესში მონაწილე დამკვეთმაც და შემსრულებელმაც იმაზე ზედმეტი ფული წაიღოს სახლში, ვიდრე მაგალითად ტენდერით შეძლებდნენ ამის გაკეთებას. ეს არის ერთი და მეორე. ეს არის იცით, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება დამკვეთის, ვინც ტენდერი გამოაცხადა, ამითაც შეიძლება იყოს განპირობებული და განპირობებული იყოს კიდევ აი სწორედ აი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, უვიცობი და უცოდინრობით, რაც ასევე პასუხს იმსახურებს, ასევე კითხვის ნიშნებს იმსახურებს, ასევე იმსახურებს ან თანამდებობის დატოვებას, ან პასუხისგებაში მიცემას, იმიტომ რომ ამათ გონიათ, რომ ფინანსური ზარალი ეს არ არის ზარალი. ფინანსური ზარალი ეს არის ზარალი ქვეყნის წინაშე. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დემოკრატიას უკიდურესად აზიანებს. ეს იწვევს, რომ მე კომპანიები ხრებიან ბაზრებიდან და ისეთი მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც მე ჩვენ დავა გვაქვს, იცით, აი ჩვენ მუდმივად ვედავებით რაღაც კომპანიებს, აი რატომ მიიღეს კონკურენციის პირობებში მათ კონკრეტულად ხელშეკრულება, ან მარტო რატომ მონაწილეობდნენ ტენდერში, იმიტომ რომ ისინი ძლიერი კომპანიებია, იმიტომ რომ ისინი გაძლიერდნენ, აი მმართველობის, ქართული ოცნების მმართველობის წლების განმავლობაში, აი ფაქტობრივად უკონკურენტო მდგომარეობით, ისინი სარგებლობდნენ თავიანთი გავლენებით, ისინი სარგებლობდნენ ეგრეთ წოდებული კრიშებით ხელისუფლებაში, ზოგს მაგალითად საერთოდაც პოლიტიკური თანამდებობაც იმიტომ ჭირდებოდა და იმიტომ მიუტვოდა, მაგალითად პარლამენტარის სკამისკენ, ან რაიმე სხვა ტიპის თანამდებობისკენ, რომ საკუთარი ბიზნესისთვის ფარველობა გაეწია და ასეთი 99% ამ ქვეყნის პოლიტიკოსთა შორის, ანუ მე გულისხმობ ბიზნესმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც აღმოჩნდნენ მე იმ ადგილზე, რომელიც კანონით და წესით და საღიაზრით მათ არ ეკუთვნით. ამიტომაც ეს კომპანიები ერთის მხრივ თუ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მათ აქვთ ძლიერი ინფრასტრუქტურა და დაძლევადია მათთვის ბევრად უფრო მარტივად ესა თუ ის ხელშეკრულება, მეორეს მხრივ მათი გაძლიერება მოხდა უკანონო გზებით. ეს არის აქ
გზაგამყოფი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება, როდესაც ვაკრიტიკებთ კომპანიებს, რომლებმაც რეალურად ეს ტენდერი დაიმსახურეს, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი კომპანიები არიან. მაგრამ როგორ მოხდა მათი გაძლიერება? რით არის ეს განპირობებული? რა გზები გაიარეს, სანამ ამ კონდიციამდე მივიდოდნენ? აქ ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ მოხდა მათი გაძლიერება? გაძლიერება მოხდა სწორედ იმ გზით, რომელიც მეგითხარით, იმიტომ რომ როდესაც თავიდან 37% იყო 2018 წელს, 2017 წელს გამარტივებული შესყიდვები იყო 37%. ეხლა ბევრად არის შესრულებული, იმიტომ რომ ეხლა არ ჭირდებათ ისეს ტენდერში 1-2 ადამიანი მონაწილეობს და ყველა კომპანიას, როგორც წეგან გითხარით, სახელი და გვარი თვითცნობთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძირითადად ან იყვნენ პოლიტიკაში, ან აღარ არიან კავშირში პოლიტიკოსებთან და აი ეს კრონისტული დამოკიდებულება, თქვენ თუ დააკვირდებით ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს. ისევე როგორც ბიზნესში ტრიალებს ერთი და იგივე ხალხი და შემომწირველებიც იმიტომ არიან, რა თქმა უნდა, რომ მან ისინი არ იყვნენ შეწუხებულები ხელისუფლებისგან და მწვანე კონდეთ ყველგან ანტებული. არ დაიჯეროთ, რომ რომელიმე ბიზნესმენს უნდა რომ 100,000 ლარი ჩაურიცხოს გაუგებარ ჯგუფს და გუნდს ადამიანებისას, რომლებსაც მართავს ყველაზე მდიდარი კაცი ამ ქვეყანაში და რომელსაც თავისუფლად შეუძლია თავისი საარჩევნო კამპანია თავად დააფინანსოს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. დიახ. ქალბატონო ქეთევან, რა ხარვეზებია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში და იცავენ თუ არა მას? იცით რა არის ხარვეზები, კანონები გაწიკწიკებულია ძალიან, მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი შავი ხვრელი. ანუ ბევრად უკეთესად შეიძლებოდა დაკონკრეტება. აი მაგალითად, არის ესეთი შემთხვევა, მე მქონდა უშუალოდ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, კანონის მიხედვით არ შეიძლება რომ დამკვეთი და შემსრულებელი, შემსყიდველი იყვნენ ნათესავები. მაგრამ ორი ნათესავი, როდესაც მონაწილეობს ერთ ტენდერში, ეს დასაშვებია. მე მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ცოლისა და ქმრის კომპანიები მონაწილეობდნენ ტენდერში. მაგალითად ეს პრეცედენტი იყო გორის მაჟორიტარი კანდიდატის იოსებ მაკრახიძის შემთხვევა, ეს იყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს არ იყო კანონდარღვევა. ასე ჩვენ რომ მაგალითად საქმის აღძვრა მოგვეთხოვა ამისთვის, ხო, ამას ვერ მივახცევდით, იმიტომ რომ ეს კანონით არ არის დარღვევა. ასევე მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკონსტრუქცია, შენობის რემონტისთვის იყო დაქირავებული, ანუ ხელშეკრულება გაუფორმდა საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ძმას. და კანონის მიხედვით ეს ნეპოტიზმი ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის მოადგილე ძმა იქნებოდა პასუხისმგებელი ამ შესყიდვაზე. ხდებით ხო რას გეუბნებით? მაგრამ ის არ განაგებდა იმ სექტორს, რომელიც შესყიდვებზე აგებდა პასუხს. აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იყო მოადგილე და ამიტომ ასევე ვერ მოხდებოდა პასუხისმგებელთა სიაში. აი ესეთი შემთხვევები იმისათვის, რომ სახელმწიფოს როდესაც უნდა რომ თავიდან აირიდოს ასეთი თუნდაც გაუგებარი შემთხვევები, იმიტომ რომ კიდევ გეუბნებით, ეს არის რისკები. ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ ეს არის კორუფცია, ეს უნდა გამოიწვიოს შესაბამისმა უწყებამ, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეჭვი ყოველ შემთხვევაში გვქონდა უფლება, რომ ეჭვი გამოვეთქვა. ეხლა მე მგონი საერთოდ არაფრის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის უფლება ჩვენ გვქონდა. მით უმეტეს, რომ არსებობდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ანტიკორუფციული ბიუროების ძალიან ბევრი რეკომენდაცია კონკრეტულ кейსებთან მიმართებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო კურსმიღმა გატარებული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან აღიზიანებდა კიდევაც ჩვენი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებს, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ გვაქვს არავისგან სასწავლი, როგორც ისინი ამბობენ. მახსენდება ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად სატენდერო დოკუმენტაციაში არის მითითებული ასეთი სრულიად გაუგებარი რაღაც. მაგალითად, კომპანიას უნდა ყავდეს ინჟინერი, რომელსაც აქვს 3 წლის გამოცდილება. და ტენდერში მონაწილეთა შორის უცბად აღმოჩნდება ხელისუფლებასთან დაახლოებული რომელიმე ადამიანის კომპანია, რომელსაც უცბად აღმოაჩნდა ინჟინერი, რომელსაც 3 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. სხვა შემთხვევაში არის 5 წელი. ხო და საინტერესოა, რატოა იქ 3, რატოა 5, რა იცვლება? სწორედ ამაზე გეუბნებოდით. ხო, რა თქმა უნდა, ბევრია ესეთი შემთხვევა. ან მაგალითად ესეთი შემთხვევა, როდესაც მას უნდა კონდეს წლიური ბრუნვა და ძალიან საყვარლად დათვლილი. მაგალითად
5,755,622 ლარი. რატო უნდა კონდეს მაინც ამდენი ძლიური ბრუნვა? ხო? ხო არის საოცარი. აღმოჩნდება ხოლმე მე ვცბობ რომ აი ერთ კომპანიას აქვს ეს ბრუნვა და იმის მიუხედავად რომ შეიძლება შეთავაზებულ თანხას შორის იყოს განსხვავება 60,000, 100,000, ამას მნიშვნელობა არ აქვს იმასა აქ 5 მილიონი რაღაც ბრუნვა. ესე იგი იმ კომპანიას უყარ. ესეთ შემთხვევები რა თქმა უნდა ბევრი მახსენდება. მახსენდება შემთხვევები კიდევ როდესაც მაგალითად ზუსტად არის მითითებული პარამეტრები რომელიმე მანქანების შესყიდვის დროს. მაგალითად სიმაღლე ამდენი, სიგანე ამდენი, სიგრძე ამდენი, ბაკი ასეთი, ფერებიც კი მაგალითად სალონი რა ფერი უნდა იყოს, ეს ფერი რაღაცაა საინტერესოა, ხო, რატოა ეს საგულისხმო და საყურადღებო. მე მახსოვს ერთ-ერთი კვლევა მაქვს ნანახი რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებული, სადაც რუსეთშიც კი აპროტესტებდნენ, რომ ასეთი დეტალური პარამეტრების მითითება არ არის ნორმალურიო. და ჩვენთან ეს რატომღაც ნორმალურად ითვლებოდა. ხვდებით ხო? ასეთ შემთხვევები არის. როდესაც მაგალითად ამბობენ რომ მას უნდა კონდეს ბაზარზე მუშაობის აწლიანი გამოცდილება, მაგრამ აი მსგავსი ტიპის ტენდერში მონაწილეობს სხვა კომპანია, რომელსაც მაგალითად საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, საიდანღაც მოვიდა. მაგალითად მინახავს ესეთი შემთხვევები, როდესაც პირთა ერთი და იგივე ჯგუფი შტამპავს კომპანიებს. შიდა ქართლში იყო ესეთი პრეცედენტი, რამდენადაც მახსოვს. რუსეთის მოქალაქეები იყვნენ პირები, ახლა მიჭირს მე გვარის გახსენება და არ მინდა რომ შეცდომა დაუშვა და უხერხული სიტუაცია შევქმნა. როდესაც გაშავდა ერთი კომპანიით, იმიტომ რომ ვერ შეასრულა პირობა, გაშავდა მეორე კომპანიით, გაშავდა მესამე კომპანიით, დაბეჭდა მერე მეოთხე კომპანია და ამ კომპანიით იღებდა ტენდერებს, 4 თუ 5 ტენდერი ჰქონდა ერთდროულად მიღებული და მახსოვს მაშინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კახა კალაძის კითხვა დაუსვა და მან უთხრა რომ მე არ მაინტერესებს პიროვნებები, მე მაინტერესებს კომპანიები, იმიტომ რომ კომპანია ცალკე იურიდიული პირია. ანუ ხვდებით როგორ შეიძლება რომ ერთ შემთხვევაში მაგალითად ერთი კომპანია 3 კომპანია ქონდა გაშავებული ამ ადამიანს, ანუ ბაზარზე ის ვეღარ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მე ქმნის ახალ კომპანიას და მონაწილეობას იღებს ტენდერში. ნუ რაღა ლოგიკა აქვს მაშინ კომპანიის გაშავებას, თუ შენ სასურველ პირს ისედაც შეიყვან ბაზარზე და ისედაც. დიახ, ქალბატონო ქეთი, როგორ შეაფასებდით შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო მოზაიკაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც წერია, რომ იოსებ მაკრახიძის კომპანიამ შპს იბოლიამ 5 თვეში იმ ფონზე, როდესაც სასამართლო დავა აქვს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, მოიგო 4 მილიონი ტენდერი, 4 მილიონის ტენდერი. მაგრამ მე ვნახე ეგ კვლევა, აი ზუსტად იგივე შემიძლია გითხრა, წენ არაც ვილაპარაკე, თავი მოუყარო მაკრახიძესთან სანამ თქვენ შეფასებას მოვისმენდეთ, ვნახოთ თუ რას ფიქრობს ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით და ასევე თვით შპს იბოლიას წარმომადგენელი, რომელთანაც სატელეფონო საუბარი გქონდა. საქართველოში კორუფცია კი არ არის, კორუფცია ყვავის საქართველოში. მოგეხსენებათ ადამიანები, რომლებიც არაფრის გარეშე და ხშირ შემთხვევაში არაფრით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მილიონები, მილიარდები და სასახლეები აქვს დაშენებული. ეს რის ხარჯზე ხდება? ეს ხდება კორუფციის ხარჯზე და სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცების ხარჯზე. მაგალითები გვაქვს უამრავი. ამასთან დაკავშირებით ნახეთ მათი ქონებები, გინდა ადგილობრივი ხელისუფლებების, ადგილობრივი ხელისუფლებების, გინდა ცენტრალური ხელისუფლებების, როგორ გახდნენ მილიონერები და როგორ აქვთ ეს აშენებული და მოპოვებული ეს ფინანსები, რომელიც აქვთ. კორუფციული ფაქტები უამრავია, როგორც ჩვენს ქალაქში, ერთი და იგივე ადამიანები იგებენ ტენდერებს, ყოფილი დეპუტატები პარლამენტის, ქართული ოცნების ყოფილი წევრები და ხან თვითონ იღებს, აი მაკრახიძეს კომპანიას გამოყოფდი, ხან მის მეუღლეს აქვს შექმნილი, ან თვითონ იგებს, ან თავის მეუღლე იგებს ტენდერს. რის შემდეგაც ამ ფულს ათეთრებენ, რა თქმა უნდა, რეალურად კეთდება მოგებული ტენდერებიდან ძალიან ცოტა საქმე. დანარჩენი მიედინება პარტიის ხაზინაში ქართული ოცნების შემოწირულობის სახით. და ესე ხდება რა კორუფციული სქემა, რომ მოგებინებენ ადამიანებს ტენდერებს, გარკვეული თანხა ატკატის სახით ზოგი მიდის სახელმწიფო ჩინოვნიკებთან, ზოგი მიდის პარტიის შემოწირულობის სახით
ბრუნდება უკან. ნაციონალური მოძრაობის დროს დეპუტატი არ ყოფილა. ჩვეულებრივი კი ბატონო კომპანია ჰქონდა, რაღაც ტენდერებს იგებდა, მაგრამ დეპუტატი არ ყოფილა. ქართული ოცნების დროს გახდა დეპუტატი და ეხლა არის მასთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც მერიასთანაც მჭიდრო კონტაქტშია, რა თქმა უნდა და მერიაც დაინტერესებულია, რომ მაკრახიძე მოიგოს ტენდერები, იმიტომ რომ ეს სუხე ლუკმა უკან უბრუნდება დატკათის სახით ხშირ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში შემოწირულობის სახით ქართულ ოცნებას, პარტიას. რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ ეფრთხილებს კორუფციონერებს? კორუფცია არ მახსენდება, რომ ვინმე თუნდაც ადამიანები გამოევლინოთ ან დაესაჯოთ კორუფციის კუთხით. რამოდენიმე მაგალითს მოვიყვანა, კულტურის სახლი გახლავთ კომბინატის ტერიტორიაზე, სადაც პირიქით მაინერები ჰქონდათ და სახელმწიფო ფულით, ანუ ელექტროენერგიის გადასახადით განთავსებული ჰქონდათ იქ და ამუშავებდნენ ამ მაინერებს, რომელიც ფულს გამოემუშავებდა. ამ კუთხით ეს საქმე დაიწყო გამოძიება და რეაგირება არ არის, თაროზეა შემოდებული და არავინ არ არის დასჯილი. უამრავი შემთხვევებია, როდესაც სახელმწიფო ფული იფლანგება და იხარჯება ხშირ შემთხვევაში უაზროდ და ხშირ შემთხვევაში ხმარდება კორუფციას. კორუფცია რო აღმოიფრინოს ქვეყანაში, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. და ვერტიკალურად ეს ჯაჭვური თემა ზევით როცა ყავს კორუმპირებული ადამიანები და მოკალათებული და მართავენ სახელმწიფოს ქვედარგოლიც იგივე სისტემაშია ჩამული. ამიტომ თავიდან უნდა იყოს თავიდან ბოლომდე სისტემა ნება უნდა იყოს და უნდა გასუფთავდეს კორუფციას ბრძოლა ჭირდება და გამოვლენა ჭირდება და დასჯა იმ ადამიანებს, რომელიც ამ სქემაშია ჩართული. ქართული ოცნება წლებია გახვეული არის კორუფციაში, მათი მმართველობა არის აგებული მთლიანად კორუფციაზე. ტენდერებშიც იგებენ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რა თქმა უნდა, მათი შემომწირველები. მაკრახიძეც შესაბამისად არის ქართული ოცნების შემომწირველი და უალტერნატივოდ იგებს ტენდერებს და ბიუჯეტიდან ისევ მათი შემომწირველი ბიზნესმენების გაძლიერებას ანდომებენ ხალხის გადახდილ გადასახადებს. მაგრამ რა თქმა უნდა ქართული ოცნება მალე დასრულდება, იმიტომ რომ მათ მიტაცებული აქვთ ხელისუფლება, არ აღიარებენ ქვეყნის შიგნით არც ქართული მოსახლეობა და არც ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორები. ბატონო, თუ რა მოკლედ რა, მაგ ახსენებენ რაღაცა გარიგებას, რაღაცა ვიღაცასთან ახლობლობას და რაღაც აკეთკენ მიხავთ, მე რაც აზრი გამოვიჭაენ და ალბათ თქვენს, ხო და არაფერი მაგდაგვარი და თანამშრომლობა რაც არის, ყველასთან თანამშრომლობთ კანონის პარტიებში მერიასთან და დეპარტამენტთან, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც მაგ რაღაცებისკენ მიუთითებენ არაფერი ეგეთ, იმიტომ რომ აგერ დისკვალიფიკაცია მოგვწეს, აგერ ორი კვირის წინ იმხელა ტენდერზე მთელი ორგანიზაცია შევყურებდით, მაგრამ მოგვწეს დისკვალიფიკაცია 15-16 მილიონიანი მოგებულ ტენდერზე. წინაპირაში ასვიზამთ, ვაგზელებთ ცხოვრებას და ვშრომობთ. ამით უმეტეს რა ხარისხი და რაც შეეხება კეთებას, იკითხეთ, უმაღლესი შეიძლება ითქვას. ჩვენ ქვეყანაში თუ რამე თამამად ვიძახით. ბატონო ზვიად. ბატონო ზვიად, 4 მილიონის ტენდერები 5 თვეში ადასტურებთ თუ არა რომ მოიგეთ 4 მილიონის ტენდერი? მოვიგეთ, კი, ბევრი წავოგეთ, ბევრი მოვიგეთ, ბევრი შემდეგ მიიღეს ზოგიერთმა პრეტენდენტებმა დისკვალიფიკაცია და ვერ მოვიგეთ თავიდან და მე გადმოვიდა ჩვენზე. მაგრამ ბევრი წავოგეთ კიდევაც რა და სხვები მოიგეს, სხვებმა მოიგეს კიდევ ბევრი 4 მილიონის არ ყოფილა, ბევრად მეტი გათამაშდა შიდა კარტში და აიც ბევრმა კომპანიამ მოიგო ჩემსავით თუ გადახედავთ ეხლა დაბერგი ეგوار მოვიგო თოთო მაშინ არსებობა უნდა შევწყვეტოთ გესმით დაახლოებით დიდი ბიუჯეტი გვაქვს და სახელმწიფოს გულისხმობ და ბევრ ხალხს ვინახავთ რა გოგისთვის მე დარწმუნებული ვარ ცოტას არ ვინახავთ ხალხ კაი გაგებით კაცო შრომობი ვინახავთ ეხლა ცოტა ის წინათქვამია მაგრამ ახლა არაფერი ისეთი განსაკუთრებული მაქვს რა კი მოვიგეთ ზოგი წავაგეთ კონკურენცია რამდენად იყო
კონკურენცია როგორ არის კონკურენცია არ ყოფილა ბოლო წლების წელს მით უმეტეს ყველაზე მაღალი კონკურენცია იყო სხვა რაიონებიდან გამოსცემის უცხო კომპანიების საერთოდ არ ველოდებოდით ხო პრაქტიკიდან გამომდინარე თქვა ჩვენი გაწოლები ხო გვაქვს რაში გამოჩნდნენ ახლა ხო ვერ ეთქვი რა იყო კონკურენცია ნახავთ რა მაღალი შეიძლება ითქვას ნუ მაღალი იყო რა შედარებით ანუ თქვენ უარყოფთ რომ არანაირი კორუფციული გარიგებები არ ყოფილა არანაირი და ერთ ფაქტს ვერავინ მოიყვანს და ერთ ფაქტი რაც არის და ვერანაირად ამას ვერ ამდასტურებს იმიტომ არავისთან გარიგებაში გარდა იმისა რაც თანამშრომლობა უნდა კონდეს კიდევ მეორე საგზაო ორგანიზაციას თავის დამკვეთებთან ეს იქნება სახელმწიფო კერძო დეპარტამენტი მერი იმის იქით არაფერი არაფერი უარყოფთ ნამდვილად ნამდვილად პრეტენზია გვაქვს პატიოსნად მუშაობთ ნამდვილად რა სასამართლო დავა გაქვთ რომ გითხრათ გორის მერიასთან სასამართლო დავა ქონდა გორის მერიასთან რაღაც საკითხზე მოკლედ 2% ნახევარზე დაკავებულ 2% ნახევარზე რომელიც დავიმართით საბოლოოდ დიდხანს გაგრძელდა და დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით ასე რომ ვთქვათ რა ანუ სასამართლო დასრულდა და თქვენ მოიგეთ ხო? დას კი გენაცვალე კი ანუ არაფერი ის სადაო საკითხი იყო რა ვერ იტყვი რომ რატო გახდა სადაო ვერ იტყვი ნუ იმათი მხრიდან იყო რაღაცა მაგრამ ჩვენ ხსნით ჩვენებურად და მოკლედ რა დიდი მნიშვნელოვანი არც თანხა იყო და არც საკითხი, მაგრამ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა კი მეგობრებო. დიახ, ქალბატონო კეთევან, განვავრცობ, რომ უფრო მაყურებლისთვის გასაგები იყოს, სასამართლო დავის პარალელურად გორის მერიამ ქართული ოცნების შემწირველების კომპანიას მიმდინარე წელს 4.308.200 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა. საუბარია შპს იბოლიაზე, რომელიც ბოლო 5 თვეში გორის მერიამ 8 ტენდერის გამარჯვებულად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ტენდერებში იბოლიასთან ერთად სხვა კომპანიებიც მონაწილეობდნენ, მაგალითად ზერთან მისასვლელი ტენდერში მონაწილეობდა შპს კოხტის ძირი 2010 და შპს ჩაგელა. ორივე კომპანია იბოლიას მიერ შეთავაზებულზე ნაკლებ ფასად თავაზობდა სამუშაოების შესრულებას. თუმცა გორის მერიამ არჩევანი მაინც იბოლიაზე შეაჩერა. საბოლოოდ იბოლიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით კომპანია ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებს სხვადასხვა თანხებს. აქ არის საუბარი 4 მილიონის თანხაზე. ქალბატონო კეთევან, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რაც ეწერა სტატიაში, რომელიც მოზაიკამ გაავრცელა? კი, მე ვნახე სტატია. მოდით დავიწყოთ ნაკლები ფასით. კომპანიების მიერ შეთავაზებული ნაკლები ფასი. მე ხა შევეცდები ადვოკატირება გავუწიო მაკრაკიძეს. რამდენად გამომივა, არ ვიცი, მაგრამ ობიექტური რო ვიყო, იმიტომ როგორც ხვდები თვითონ მას კომენტარი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით, ხო? არა, მისი კომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა სატელეფონო კომენტარი. ხო, მე არ მომისმენია სამწუხაროდ, მაგრამ მე შევეცდები ჩემი მოსაზრება გითხრათ ამასთან დაკავშირებით. დავიწყოთ ერთით. ნაკლები ფასი. ნაკლები ფასი არ ნიშნავს ყოველთვის გადამწყვეტი ნიშნის მატარებელი არ არის და რატო? მე არ მინახავს მაგალითად რატომ იყო დისკვალიფიცირებული ის ორი კომპანია. შეიძლება მათ არ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელითაც მაგალითად ადასტურებდნენ ამ ფასად როგორ შეუძლიათ ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება. ეს შეიძლება იყოს ასეთ შემთხვევაში ასეთი ფაქტები ლეგიტიმურია. შეიძლება ხელოვნურად მოყვანილი, რაღაცა ხელოვნურად შეთითხნილი, მე ვიტყოდი, მიზეზით, აი როგორც წეგან ჩამოგითვალეთ, რამდენიმე ასეთი მიზეზი, ეს კონდეთ აქ ჩადებული და ასე მოიშორონ თავიდან ეს სხვა კომპანიები. მე რამდენადაც ვიცი ეს ორივე კომპანია, რომელიც თქვენ თქვით საკმაოდ სოლიდური კომპანიებია და ბაზარზე დიდი ხანია არიან, ხო? რაც შეეხება მაკრახიძის კომპანიას. მაკრახიძის კომპანია არის ძალიან ძლიერი კომპანია. მაკრახიძეს მე ვიცი რომ აქვს საკუთარი ქარხანა გორის ტერიტორიაზე. და განეკუთვნება სწორედ იმ ბიზნესმენების კატეგორიას, რომელიც გაძლიერდა ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან საკუთარი კავშირებით და მის კომპანიას მწვანე ჰქონდა ანთებული წლების განმავლობაში და ის შესანიშნავად ართმევდა თავის საქმიანობას. ყოველ შემთხვევაში პრეტენზია მის მიერ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით მე არ მინახავს. ანუ რეალურად მაკრახიძის კომპანია რეგიონში არის ყველაზე ძლიერი კომპანია, ჩვენ ეს ვიცით ყველამ ძალიან კარგად. მაგრამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ტენდერზე. აქ ახლა კარგი იქნებოდა ამ კვლევაში თუ იქნებოდა დაფიქსირებული, რატომ იყო დისკვალიფიცირებული ეს ორი კომპანია. ეს არის აქ მნიშვნელოვანი იმისათვის რომ ვიყოთ ობიექტურები, იმისათვის რომ ჩვენ ოპონენტს, რომელთანაც პრეტენზიები გვაქვს, არ დაუტოვოთ არანაირი ვიწრო ხვრელი თავის მართლებისთვის,
თუ ისინი მართლები არ არიან. და მშრალზე უფრო კარგად გამოვიყვანოთ. ეს არის აქ მნიშვნელოვანი და არა რამდენი ხელშეკრულება გაფორმდა, რამდენი ფული რამ თანხით როგორ განისაზღვრებოდა ეს ხელშეკრულებები. ხვდებით ხო რას გეუბნებით? ეს ობიექტურობისთვის. ეხლა მეორე, რაც მინდა გითხრათ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის უბედურება ის კი არ არის, რომ მაკრახიძემ თავისი ძალიან ძლიერი კომპანიით, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის ამავე დროს და ეს პატივსაცემია, რომ 4 მილიონზე მეტი თანხა აიღო. ის ამ საქმეს ასრულებს. მე არ განვიკუთვნებ მკვლევართა იმ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ აი მაგალითად მაკრახიძემ 4 მილიონი სახში წაიღო. რა თქმა უნდა, 4 მილიონს სახში ვერ წაიღებს, იმიტომ რომ მან საქმე უნდა შეასრულოს. და თუ არ შეასრულებდა ამ საქმეს, არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი მას თავზე ხელს არ გადაუწვევდა, ამის პირობას მე გაძლევთ. მთელი პრობლემა აქ არის არა ეს, არამედ ის, რომ როდესაც ძლიერდებოდა მაკრახიძის კომპანია, სრულიად უსაფუძვლოდ რამდენი კომპანია გაღატაკდა და რამდენი კომპანია გავარდა ბაზრიდან. ეს ერთი და მე მეორე. მაკრახიძე რომ ხელისუფლების უმაღლეს ინსტანციაში, პარლამენტში მოხვდა, ეს არის პრობლემა. ხვდებით? იმისათვის რომ ადამიანებმა ბაზარზე ისუნთქონ, იძულებულები რომ არიან, რომ ხელისუფლებასთან კონდეთ კავშირები და თვითონაც იყვნენ ხელისუფლებაში, იმისათვის რომ რაღაცნაირად მფარველობა გაუწიონ საკუთარ ბიზნესს და საკუთარი საახლობლო წრის ბიზნესს, აი ეს რომ ხდება და ასეთი ტიპის ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე უმაღლეს ინსტანციაში, რომელმაც უნდა მართოს ეს ქვეყანა. აი ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია. ანუ მე უფრო ღრმად და ეგზისტენციალურად უყურებ ამ საკითხს. ხვდებით ხო რას გეუბნებით? მაკრახიძე არის ერთი ილუსტრაცია, ნუ ხა მოზაიკაში და ქართლში მუშაობს და ძალიან კარგად მესმის, რომ მათ სწორედ აი ამ მიმართულებით განავითარეს თავიანთი მსჯელობა, მაგრამ მე ქვეყნის მასშტაბზე რო გავარცო ეს საკითხი, რაც ბევრად უფრო მტკივნეულია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პრობლემები არ არის მარტო რეგიონებში, ხო სახელმწიფოშია პრობლემა და რეგიონებიც თავისთავად ცხადია რგოლები არიან ამ სახელმწიფოზე. აი რომ გავარცო ეს საკითხი, სწორედ აქამდე მივდივართ. როდესაც ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ამ ძალიან რთული ქვეყნის ჰიბრიდული დემოკრატიით, დაკარგული ტერიტორიებით, ამ ხელა მონსტრის პირისპირ აღმოჩენილი ქვეყნის უმაღლეს უმთავრეს ინსტანციაში არიან ადამიანები, რომელთა ერთადერთი მოტივი არის გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან უკონკურენტო გარემო თავის გარშემო. რაც მან გააკეთა შესანიშნავად. აი ეს არის აქ მთავარი პრობლემა. მაკრახიძის კომპანია იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, რომელმაც ხელისუფლებასთან ურთიერთობით გარკვეული უპრინციპობით, გარკვეული კონფორმიზმით, მაამებლობით და ასე შემდეგ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მაკრახიძეს წინა ხელისუფლებასთანაც ჰქონდა თავისი ბიზნეს კავშირები და ამავე დროს გარკვეული ტრავმებიც ჰქონდა მიღებული გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო, ხო? ასე რომ ბიზნესის გადარჩენის პრობლემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კიდევ ამ ქვეყანაში და აი სწორედ ამას უნდა აკონტროლებს ანტიკორუფციული. პირველი რომ ბიზნესმენები არ იყვნენ იძულებულები რომ ხელისუფლებაში მოდიოდნენ იმისათვის რომ დაიცვან თავიანთი ქონება, თავიანთი განვითარების პერსპექტივა, თავიანთი შესაძლებლობების შეზღუდვის შიშის წინაშე არ იდგნენ მუდმივად და ამავე დროს უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო იმისათვის რომ სხვა კომპანიები არ გადიოდნენ ბაზრიდან და მათაც ჰქონდეთ მუშაობის საშუალება, რაც რა თქმა უნდა ფასის რაციონალურ დაკლებას გამოიწვევს და თავისთავად ცხადია, რომ ბაზარზე რეგიონში რამდენიმე ძლიერი კომპანია შექმნის არაჩვეულებრივ სურათს, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ, ასევე ხარისხის თვალსაზრისითაც. ეს მიმაჩნია მე ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ პრობლემად. დიახ, ქალბატონო ქეთევან, თქვენი აზრით, რატომ შეაჩერა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არჩევანი მაკრახიძის კომპანიაზე, როდესაც ბევრად იაფად თავაზობდნენ სამუშაოების შესრულებას სხვა კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობდნენ. თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა კორუფციული გარიგება მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტაციის კვლევა არის პირველ რიგში საჭირო, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა იყოს გამოკვლეული დოკუმენტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ფასი, რომელიც არის შედარებით უფრო დაბალი, საინტერესოა ეს ფასი რამდენად შეესაბამება რეალობას. ანუ რამდენად შესაძლებლად მიაჩე. თავარი რა არის, იცით, დოკუმენტაციაში როგორ არის წარმოდგენილი დახარვეზების მიზეზი, დისკვალიფიკაციის მიზეზი როგორ არის წარმოდგენილი. ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ჩვენს მე ეს არ ვიცი პირადად, ამიტომ ეს გასარკვევი. კიდე არის მანდ ერთ საინტერესო საკითხი. თქვენ მითხარით, რომ მას თვითონ აქვს ამას სასამართლო დავა, ხო, როგორც მივხვდი? დიახ.
აი ეს დავაც არის თუმცა დასრულებულია სასამართლო დავა და გაიმარჯვა პროცესზე შპს იბოლია. ხო, ანუ ეს დავა მე არ ვიცი ეს დავა რასთან მიმართებით მიმდინარეობდა, ეს დოკუმენტაცია არ იყო ატვირთული და დაფიქსირებული სტატიაში, მაგრამ მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, სავარაუდოდ აქ იყო ლაპარაკი, ანუ გაკვეთ იყო ეს ნახსენები, სავარაუდოდ აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცა ფულის თანხა ბოლომდე არ იყო ჩარიცხული. ხო, ანუ რაღაცა დამატებითი თანხა სავარაუდოდ და დამატებითი თანხები ჩდება ხოლმე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად კომპანია სამუშაოებს შეუდგება და მე აღმოაჩენს, რომ სატენდერო დოკუმენტაციისგან სრულიად განსხვავებული სურათია ადგილს. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც მითითებული იყო 4-4-ზე აუზი და სინამდვილეში იყო 32-32-ზე და ამ აუზის დაშლა ბევრად უფრო ძვირ ჯდებოდა მაგალითად ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით ეს იყო განპირობებული, ანუ გათვლილი უნდა ყოფილიყო. ბევრი ასეთი შემთხვევა არსებობს, ისევ დოკუმენტაციის ხარვეზებამდე მივდივართ. საბოლოო ჯამში იგივე შემთხვევა იყო მაგალითად აი თბილისში წერეთლის მშენებლობასთან დაკავშირებით. წერეთლის ქუჩის სკანდალი გახსოვთ ალბათ, რომელიც მე ორჯერ უფრო ძვირი დაჯდა ვიდრე დოკუმენტაციით ეს იყო თავიდან განპირობებული. ასე რომ აქ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მიზეზი შეიძლება იყოს კიდევ მეორე. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მაკრახიძეს წლების განმავლობაში მიეცა თავისი ძლიერი კომპანიის გაძლიერების საშუალება და მას აქვს ძლიერი კომპანია, მოდით შევთანხმდეთ ამაზე. და იმ დროს, როდესაც ეს კომპანია ძლიერდებოდა და მას ჰქონდა გამარტივებული შესყიდვები და მას ჰქონდა, თქვათ, ისეთი ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება მოიცავდა მორგებული ტენდერის ელემენტებს, მე არ შემიძლია ახლა დაზუსტებით თქვა, მაგრამ ასეთ შემთხვევებიც არის ხოლმე. მაშინ რამდენი კომპანია გაღატაკდა ამ პერიოდში, რამდენმა დატოვა ბაზარი, რამდენმა შეიცვალა კვალიფიკაცია, რამდენი საერთოდ გაქრა გაუქმდა, საერთოდ აღარ არსებობს და საერთოდ თითზე ჩამოსახლელი ძლიერი კომპანიები შემოღჭა ქვეყანაში, მაგალითად ჩვენგან გასული კომპანიები უცხოეთშიც კი აწარმოებდნენ შესანიშნავ საერთაშორისო პროექტებშიც კი მონაწილეობდნენ ხოლმე ძალიან ხშირად ძლიერი კომპანიები ყავდა და მთავარი კიდევ არის ის რომ ასეთი ადამიანები იწულებულები არიან ხოლმე რომ ხელისუფლებას შეაფარონ თავი მათ შორის ბატონი იოსები ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ 4 წლის განმავლობაში გორის მაჟორიტარი იყო 2016-2020 წლებში ეს ძალიან კარგად მახსოვს სხვა შორის მისი კომენტარი როდესაც თქვა და მე ვიცი რომ მას არ უნდოდა ამ ეს თანამდებობა და როდესაც მას კითხეს ჟურნალისტებმა თავისუფალ პირობებში ვის მისცემდი ხმასო და მან თავისი კონკურენტი დაასახელა ირაკლი ალასანია ეს ძალიან კარგად მახსოვს ასე რომ ეს თემა რომელსაც ახლა ჩვენ ვეხებით სინამდვილეში ბევრად უფრო მასშტაბურია და რეალურ სურათამდე შესწავლა უნდა ამ საქმეს ხომ კონკრეტულად კი ძალიან იმიტომ რომ ასე როდესაც ვამბობთ შემომწირველია ეს მისი ეს არ არის მისი სურვილი ეს არის სახელმწიფო ჩვენი აზრით ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება აქ ვისი პასუხისმგებლობა მე ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მე არასდროს არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას არც ერთი კომპანიის ხელმძღვანელს არასდროს შეიძლება კრიტიკულად ვიკვლევდე და კითხვებს ვსვავდე მაგრამ იცით როდესაც ბიზნეს ჭირდება გადარჩენა თუმცა ადამიანები ყავს დასაქმებული მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ შევიდე მათ მდგომარეობაში იმიტომ რომ კომპანიები რომლებიც აფინანსებენ სახელმწიფოს მაშინ როდესაც მათ ყავთ მილიარდერი ხელმძღვანელი პარტიას კონკრეტულს მმართველს მათი სიამოვნებისგან არ მოსდით ხო ამას აკეთებენ ისინი იმიტომ რომ ისინი არიან იძულებულები რომ თავი დაიცვან რამენაირად თავი რო გადაირჩინონ კი ეს კონფორმიზმია ეს არ არის ისეთი ღირსეული ადამიანებისთვისება ამაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ ხა ჩვენ კონფორმიზმისთვის არავის არ ვჭით კორუფციისთვის ვჭით მაგრამ რა გიღა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ამ ადამიანებს უთხრა შენ მე მიჭერ მხარს შენ ხარ ჩემიანი შენ გახარ ჩემ გვერდზე და მე მოგცემ საშუალებას რომ შენ ფული იშოვო ესე იგი სახელმწიფოა დამნაშავე ამაში კი ბატონო აქვე დავაზუსტებ კი აქვე ვიტყვი იმასაც რომ იბოლია გორის მერიას დაკავებული თანხის ჩარიცხვას თხოვდა და სწორედ ამას განიხილავდა სასამართლო მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ქეთევან გადაცემაში ჩართვისთვის აქტუალური თემის სტუმარი იყო ქეთევან ენუქიძე, მაყურებელს კი მშვიდობიან ღამეს უსურვებ, შევხვდებით 4 შაბათს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.